იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტი საქართველოში 55 მილიონ ლარს მიაღწია. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან 41 ქვეყანაში 25 მილიონ ბოთლამდე ექსპორტი განხორციელდა. გააჩნია როგორი ღვინის მომხმარებლები არიან. ქვეყნები ვრცელი არის 41 ქვეყანა, შეგვიძლია ვისაუბროთ ხუთეულზეც, აი ეკრანზე ჩანს კიდევ სტატისტიკური სადაც პირველი ხუთეული გამოიყურება ესე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და თუ თითოეულთან რამდენის და არის შეგვიძლია ვნახოთ. მაგალითად, ჩინეთში 160%-ით არის გაზრდილი, რუსეთში 96%-ით, საფრანგეთში არის 500%-ით გაზრდილი, რაც აღსანიშნავი ფაქტი არის, რადგან საფრანგეთი თვითონაც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა არის, ისრაელში არის 253%-ით გაზრდილი და 25 მილიონი ბოთლის რეალიზაცია მინიმუმ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ 25 მილიონი ადამიანი კარგ ხასიათზე დავაყენეთ ქართული ღვინის მომხმარებლად. გასული წლის იგივე ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ეს ნიშნავს, რომ 68%-იანიც და არის და ასევე გაზრდილი არის შემოსავლის კუთხითაც 58%-ით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი.